კრება დათვმა გახსნა. ფეხზე წამოდგა და ტყის ბინადრებს მიმართა. პატივცემულო ველურო საზოგადოება. ნადირებო და ფრინველებო. ჩვენ დღეს ადამიანთა მოდგმის ორი პატარა წარმომადგენლის თხოვნით შევიკრიბეთ. გაიცანით. ეს დაჩი და ელენია. ამ ორმა ბავშვმა ჯუნგლის დახმარებით სიცოცხლის ყვავილის ტყვეობიდან დახსნა განიზრახა და თქვენთან შუამდგომლობის თხოვნით მომმართეს. ცხოველებმა მზერა დაჩის და ელენეს მიაპრეს. ისინი გაოცებას და ცნობის მოყვარეობას ვერ მალავდნენ. ვერ წარმოედგინათ, რომ ოდესღაც ისტორიული მტრები წვეულებაზე ერთად აღმოჩნდნენ. თითეული მათგანის თვალებში აგრესია იმალებოდა. პირველმა საუბარი დაცვს ხარმას მუილით შეაწყვეტინა. ადამიანს, ამ ბარბაროსთა მოდგმას აქ არაფერი ესაქმება და დიდი რქები პატარების მიმართულებით მოიხერა. ხარს მხარი მაიმუნებმა საუბეს. გამუდმებით იცებდნენ ჯიხს მკერდზე და ნერვიულობისაგან ადგილს ვერ პოულობ. სვავები, მსგავსი სურათის ხილვისას, იმ წუთასვე ციდან მიწაზე დაეშვნენ. იქნებ ლუკმა ჩვენს შეხვდესო. შეკრება ქაოში უნდა გადაზრდილიყო, როდესაც არწივმა სიტყვა ითხოვა. პატივცემულო საზოგადოება. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად შევიკრიბეთ. ასევე შეგახსენებთ ჯუნგლის წინაპრების მიერ დადგენილ წესებს. როგორც კრების მსვლელობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგ მონაწილე წევრების უსაფრთხოება დაცულია. ვინც ამ წესს დაარღვევს, სიკვდილით დაისჯება. არწივის შემდეგ დათვმა სიტყვა მაიმუნთა წარმომადგენელს გადასცა. მაკაკებმა შეშფოთება გამოხატეს და განაცხადეს. ადამიანებმა ჩვენი მოწმეები ზოოპარკის გალიებში გამოანწყვდიეს და მათ თავისუფლება წაართვეს. პატარა ბავშვები კი დატყვევებულ ცხოველებს დამცინავად ეპყრობიან და ერთობიან. ესეც არ იკმარეს და მაიმუნებისთვის განკუთვნილ ბანანსაც მიირთმევენ. ამიტომ ჩვენ უარს ვაცხადებთ მათთან ერთად დიაურონის გადარჩენაში მონაწილეობაზე. მაიმუნების შემდეგ სიტყვას ბელო მithova. ადამიანთა მოდგმა ჩვენთვის ბარბაროსია. ისინი ჩვენ ახალშობილ სპლიყვებს გვაშორებენ. შემდეგ მათ რწორთნიან და ეს ბუმბერაზი ცხოველები თავის სამსახურში ყავთ ჩაყენებული. სპილოს შემდეგ დათვი გამოვიდა. მაშინ ჩვენ რა ვთქვათ? ადამიანებმა დათვების ცირკის დაკიმასხარებად აქციეს. წაგვართვეს თავისუფლება, ღირსება და ჩვენით ერთობია. ესეც არ იკმარეს და თოფით შეიარაღებული ბარბაროსები უმიზეზოდ გხოცავენ და დათვის ტყავით იმოსებიან. შემდეგ მგელიც გამოვიდა. მგლები და ადამიანები ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად თვლით თავს. ისინი დანახვისას დაუფიქრებლად გვესვრიან ტყვიას, რის გამოც ძალიან ბევრი მგლის ლეკვი დაობლდა. ამიტომ ჩვენც უარს ვაცხადებთ ადამიანის მოდგმასთან თანამშრომლობაზე. ჩვენ როგორ გვექცევიან, გალიაში დაგვატყვევეს და ადამიანის ენით საუბარს გვაიძულებენ. დაზაბულობა არწივმა განუხდა. ფრინველთა მეფემ ყურადღება ითხოვა და სიტყვა ბურს გადასცა. ბაუში უაგულში ხის მორზე მოკალათდა და კრების მონაწილეებს მიმართა. პატივცემულო სტუმრებო. დღეს ჯუნგლი ადამიანთა დახმარების მიზნით არ შეკრებილა. კრების მიზანი სიცოცხლის ყვავილის ტყვეობიდან დახსნა და მისი ბედი თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ყველანი ხედავთ, როგორ შემცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და დედამიწაზე უნაყოფობამ დაისადგურა. ამიტომ ჩვენი შვილების მომავლისთვის უნდა შევძლოთ ძალების გაერთიანება და საერთო მტრის დამარცხება. რაც შეეხება დაჩის და ელენეს, ისინი ჯუნგლის მეგობრები არიან და მათ მხოლოდ კეთილი განზრახვა ამოძრავებთ. ამ ორმა ბავშვმა აქ მოსვლით არსებული მძიმე ვითარება შეგვახსენა. ამიტომ მივიღოთ ისინი როგორც მეგობრები და ვიმოქმედოთ მათთან ერთად ჯუნგლის უკეთესი მომავლისთვის. კრებაზე სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ცხოველებში გრძნობებმა გაიღვიძეს, მათ თავისი პატარები გულზე მიიკრეს და ალერსიანად ლოკავდნენ. ცხოველთა სამყაროს კარგად ესმოდა, რომ რაზეც ბაუ საუბრობდა, მათთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა, თუმცა მისი გადაჭრის გზებს ვერ ხედავდნენ. დუმილი ხარმა დაარღვია. ბუმართალს ბრძანეთ, შეხედეთ ჩემს ბედს, როგორი გაუხეშებული და მეჩხერია. ვერც რქების სიძლიერეს მოგრძნობ. ჩვენ რა შეგვიძლია?
ეს თქვა და თავი ნაღვლიანად დახარა. ხარის პასუხად ბაუმ თაგუნია ტატის უხმოდა სიტყვა მას გადასცა. ბატონებო, მე ჯადოსნური თაგუნია ვარ. ხილვა მქონდა ამ ორ პატარა არსებასთან ერთად როგორ დაიხსნის ჯუნგლის სიცოცხლის ყვავილს უძლეველი დევის ტყვეობიდან. წინ სახიფათო და რთული გზა გველის. და თავისთან ბავშვებს უხმო. დაჩი მაისური აიწია და კრების მონაწილეებს ზურგზე დატანილი გამოსახულებები უჩვენა. ჯადოსნურმა თაგვმა საუბარი გააგრძელა. ეს ნიშნები გამოქვაბულის კედელზე მაშინ გამოისახა, როდესაც პატარებმა მას თავი შეაფარეს. იგივე ნიშნები ხილვაშიც ვნახე. ცხადია, სანამ ყვავილთან მივალთ, რამდენიმე რთული ბარიერის დაძლევა მოგვიწევს. დაჩის ზურგზე ამოტვიფრული კომპასის მიხედვით უნდა ვიმოძრაოთ. მაგრამ არავინ იცის, რას ნიშნავს ეს სარკე. ჭიანჭველების ბუდე, ქართული ანბანის 200, ანი და ჰოე. ან კიდევ ციფრები 1-დან 10-მდე. ასევე მთავარი პირობაა, რომ სიცოცხლის ყვავილამდე გზა მსხვერპლის გარეშე უნდა გავიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიაურონი დაიღუპება და დედამიწაზე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. საუბრის მოსმენის შემდეგ მაიმუნმა შეშფოთებით წარმოთქვა. დევი, იმ სისხლის მსმელი დევის მოკვლა არ შეიძლება? რაზეც თაგუნიამ მიუგო. არა, ერთი წვეთის სისხლი არ უნდა დაიღვაროს. ის ჩვენ უნდა დავატყვეოთ და სამაგალითოდ დავსაჯოთ. კრების მონაწილეებს ამის გაკეთება შეუძლებლად მიაჩნდათ. ყველა დუმდა. ცხოველები ერთმანეთს გაკვირვებით შეცქეროდნენ. სიჩუმე არწივმა დაარღვია. ბატონებო, ჩემი წინაპრების მონათხრობს გავიხსენებ. რამდენიმე საუკუნის წინ დედამიწა მსგავსი განსაცდელის წინაშე დამდგარა. მაშინ ველურ სამყაროს მოუხერხებია გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვნა. ამისთვის სამარას ჯამოხსოვნა და დიდება ჩვენს წინაპრებს. შეხედეთ, თქვენი შვილები იმედის თვალით შეგცხერიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამჯერადაც შევძლებთ გაერთიანებას და სიცოცხლის ყვავილის ტყვეობიდან დახსნას. ახლა კი კენჭი ვუყაროთ ჯუნგლის გადაწყვეტილებას. საკვირველი ის იყო, რომ კრებაში მონაწილე ყველა ცხოველი თუ ფრინველი უყოყმანოდ დათანხმდა სიცოცხლის ყვავილის ტყვეობიდან დახსნაში მონაწილეობას. ტატიმ დაჩის ზურგზე გამოსახულ კომპას შეხედა. ის არის თავისი დასავლეთის მიმართულებით გადაიხარა.